ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ავიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან რადიო მაესტროს ეთერით FM 94.7-ზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეფასებით, თელავის შუალედური არჩევნები თავისუფალიდან კონკურენტუნარიანი არჩევნების ნამდვილი მაგალითი იყო და თანაც ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობით ჩატარდა. სერიოზული დარღვევა არც ამ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას დაუფიქსირებია. ქრისტიან დემოკრატები წარმატებად მიიჩნევენ მაგალითად იმას, რომ სახელისუფლებო პარტიამ ვერ მოახერხა ეროვნული უმცირესობით დასახლებული უბნების ტრადიციული წესით გაყალბება. რის მაგალითად შეიძლება იქცეს თელავის შუალედური არჩევნები და რა სახის ურთიერთობა აქვთ ექვსიანის წევრი პარტიების ლიდერებს? პირდაპირ საუბარი დავით უსუფაშვილთან. თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს რადიო მაესტროს ეთერით დავით უსუფაშვილია ჩვენი სტუმარი. ბატონო დავით, მოგესალმებით. გამარჯობათ. პირველ რიგში თელავის არჩევნების შესახებ. ეს არჩევნები თავის დროზე თქვენ შესთავაზეთ ხელისუფლებას, რომ ყოფილიყო ტესტი ბიომეტრიის შესამოწმებლად. ხომ ასეა, ხომ სწორად მახსოვს? იყო ამაზე საუბარი რვიანის ეპოქაში. როდესაც ხელისუფლება საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელება არის სარისკო და მან შეიძლება ეროვნული მასშტაბის არჩევნებში ეროვნული მასშტაბის უბედურება გამოიწვიოს. დიახ, ჩვენ მაშინ საუბრობდით იმაზე, რომ არის ცალკეული მაჟორიტარული ოლქები, სადაც არჩევნებია გასამართი. და მოდი გავსინჯოთ ეს ყველაფერი და ავიცილოთ თავიდან ეროვნული მასშტაბის უბედურება. მაგრამ სხვა რამ მაინტერესებს, რის ტესტად იქცა სინამდვილეში თქვენი აზრით ძალიან ობიექტურად რომ შეაფასოთ თელავის არჩევნები? რის ტესტად? ხომ არ იყო ეს მართლაც იმის მიკრომოდელი, როგორი არჩევნები გვექნება 2012-ში? რა თქმა უნდა, ახლა ერთი ოლქის არჩევნების შედეგების თუ ზოგადად პერიპეტიების განზოგადება თლაც სწორი არ იქნება, თუნდაც იმიტომ რომ ამ არჩევნებში მხოლოდ სამი პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ეს რიცხვი მინიმუმად ჯერ გაიზრდება ალბათ. ნახოთ როგორ ძავა საქმე. მე ველი რომ ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობს არჩევნების უაზრობაზე, დაგვასწრებენ საარჩევნო რეგისტრაციას, მაგრამ თავისთავად მაინც ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, ასე მთლად უმნიშვნელო არ ყოფილა. აქ გამომჟღავნდა პირველი ხელისუფლების მადა, თუ ადრე 60 და რაღაცას ჯერდებოდნენ, დღეს 80 და რაღაცა პროცენტი უნდათ საარჩევნოდ, ეს ერთი. მეორე ის რომ ოპოზიცია თუ ასე გააგრძელებს, მათ შორის ისიც ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და ისიც ვინც ამ კონკრეტულ არჩევნებში არ მონაწილეობდა, მაშინ ხელისუფლებას შესაძლოა მართლაც კონდეს თავისი მადის დაკმაყოფილების საშუალება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ არჩევნებით ყველამ თავისი მიიღო. ქრისტიან დემოკრატები ალბათ კმაყოფილნი არიან ამ შედეგით, თავად თქვეს, მე არ ვიცი, ეს როგორაა. თუ ეროვნული უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში გაყალბების საშუალება არ მისცეს ხელისუფლებას და ასეთ შემთხვევაში კი ხელისუფლებამ 85%-ით ეს შედეგი აჩვენა, ну ეს არ არის მაინც და მაინც კარგი. მაგრამ თავარი და გადამწყვეტი ისაა, რომ შუალედურ არჩევნებში მით უმეტეს ძირითად არჩევნებამდე ერთ წლით ადრე დაბალია როგორც პოლიტიკური ძალების ინტერესი ასეთი არჩევნებისადმი, ისე მოსახლეობის ინტერესი ასეთი არჩევნებისადმი. თქვენ თქვით, რომ ძალიან სერიოზულად არ უნდა შევხედოთ ერთ ოლქში ჩატარებულ არჩევნებს, მაგრამ დღევანდელი აი დე ფაქტო როგორი სიტუაციაც გვაქვს, აქედან გამომდინარე, რა შეუშლის ხელისუფლებას, რომ 2012-ში გაიმეოროს იგივე, რაც მოხდა თელავის არჩევნებში? მხოლოდ პარტიების რაოდენობა? კი პასუხებთ ამ კითხვაზე, თუმცა ეს უფრო არა უშუალოდ პოლიტიკოსების შესაძლებელია, შესაძლოა, თუმცა პირდაპირ გულწრფელად გეტყვით პირდაპირ საუბრებში, რომ ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ამგვარი შედეგისგან ძალიან შორს არ იქნება ნაჩვენების შედეგი. არა მხოლოდ იმიტომ და არა იმდენად იმიტომ, რომ ხელისუფლებას ასეთი მხარდაჭერა აქვს გარანტირებული, არამედ უფრო იმიტომ, რომ ოპოზიციური ძალების დაბალი კონსოლიდაცია ერთი მხრივ, მეორე მხრივ შიდა აშლილობა, რომელსაც სამწუხაროდ ბოლო არ უჩანს, განაპირობებს ხოლმე იმას,
რომ ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველი, ჩვენი მოქალაქეები ნაკლებად არიან მობილიზებული როგორც ხმის მისაცემად, ისე ხმის დასაცავად. ამიტომ, როდესაც არჩევნებზე ვსაუბრობთ, არჩევნებში წარმატება გადის არჩევნებამდე მილიონი საქართველოს მოქალაქის გააქტიურებაზე, რომელიც ჩვენ გვერდებოდა თქვენი კოალიცია. 6 პარტიისგან შემდგარი კოალიცია. პირდებოდათ, სწორი ბრძანდებით, კოალიცია პირდებოდათ, მე როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დღესაც ვამბობ, რომ ესაა სწორი გზა, თუმცა მაგრამ თუ არის დღეს ეს რეალური გზა? გზა თავისთავად სწორი და რეალური რჩება, მაგრამ ამ გზაზე მოინდომებს თუ არა დადგომას კრიტიკული მასა ოპოზიციური ძალების კითხვა ამაშია, თორემ თავისთავად წარმატების გზა ისევ და ისევ ეს არის. არჩევნებამდე, კარგახნით ადრე, საქართველოში დემონსტრირება იმისა, რომ მილიონი საქართველოს მოქალაქე მხარს უჭერს ცვლილებას უკეთესისკენ. მაგრამ თავისთავად ეს რომ მოხდეს, ეს ვერ მოხდება ჯადოსნური ჯოხით, ან ჩვენი საუბრებით ტელეეთერიდან, ამას ჭირდება ძალიან სერიოზული, გეგმაზომიერი მუშაობა, ამისთვის საკმარისი დრო იყო და ჯერ კიდევ არის, მაგრამ თუ ოპოზიციური ძალები და განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამის შესახებ განაცხადი გავაკეთეთ ერთად. და პასუხისგებლობაც აიღეთ. პასუხისგებლობაც ავიღეთ, ერთმანეთსაც მივეცით ეს პირობა და რაც მთავარია საქართველოს მოსახლეობას მივეცით ეს პირობა. თუ ამ პროექტზე უარს ვიტყვით, მაშინ რა თქმა უნდა, გზა თავად სწორი დარჩება, მაგრამ გზაზე დამდგარი ადამიანების ის რაოდენობა და ის ძალა, რომელიც საჭიროა, ჯერჯერობით ვერ გამოიკვეთება. ეს პრობლემა იქნება. გადაიდგა თუ არა, თუნდაც ერთი ნაბიჯი 6-იანის მხრიდან იმისთვის, რომ თქვენი დაპირებები შესრულებულიყო. პირველ რიგში ბოლო ხანებში ეს ტერმინი 6-იანი ისევ გაცოცხლდა, მაგრამ ეს თქვენი ბრალი არ არის, რა თქმა უნდა. ეს იმის ბრალია, რომ 6-იანი პოლიტიკურ კოალიციად რომ გარდაიქმნა და თავისუფალი არჩევანი დაირქვა ივლისში, მას შემდეგ კოალიციამ ვერ გადადგა სათანადო ნაბიჯები. ანუ ვერ დამკვიდრდა კოალიცია როგორც ასეთი. საზოგადოებაში ვერ დამკვიდრდა, უпроსტად არ დამკვიდრდა, მაგრამ სინამდვილეში მუშაობა ჩატარდა ძალიან სერიოზული. ზაფხულის განმავლობაში, ივლისი, აგვისტო პრაქტიკულად ყველაფერი მზად იყო. დაწყებული პოლიტიკური პლატფორმის კომპრომისული ვარიანტიდან, დამთავრებული ერთიანი აღმასრულებელი სისტემის ჩარჩოთი მონახაზით და ადამიანებითაც კი სავარაუდოდ ვინ რა მიმართულებას უნდა გაძღოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს პროექტი ჯერ შეჩერდა და დღევანდელი მდგომარეობით შემიძლია ვთქვა, რომ უკუსვლით მიდის და ამ უკუსვლით სიარულისას გაჩნდა ძალიან ბევრი პრობლემა და კითხვა. მე პირადად ამ თემაზე საუბრისგან დიდი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდი საჯაროდ საუბრისგან, ვინაიდან არის საკითხები, რომელიც თუ თავიდან არ მოგვარდა და ჯერ საჯარო დისკუსია გაიხსნა, მას მოგვარება არ უწევია. მაგრამ ეს თემები გაიხსნა და ეს არ მომხდარა ვინმეს ბოროტი განზრახვით, უბრალოდ აგერ ოქტომბერი დაიწყო და კოალიციამ რომ თავის საქმეს არ აკეთებს, ეს ყველასთვის საკმაოდ თვალნათელია. მით უმეტეს რომ ცხელშემოდგომას გვპირდებოდით. დიახ, და გვქონდა ამის ძალიან კონკრეტული გეგმებიც, როგორც გითხარით. დღევანდელი მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემ და სამწუხაროდ, მაგრამ ეს ფაქტია, კოალიციის დამფუძნებელთა ერთმა ნაწილმა თავად შემოიტანა ეს ტერმინი ისევ საარჩევნო გარემოზე მომუშავე 6-იანი. მე ასეთ გაერთიანებას არ ვიცნობ. ასეთი გაერთიანება ბუნებაში არ არსებულა. იყო საარჩევნო გარემოზე მომუშავე 8 პოლიტიკური პარტიის ერთობა და ამ 8 პოლიტიკურ პარტიას, როდესაც ორი პოლიტიკური ძალა გამოაკლდა ყველაზე კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტში და მე კლავაც გავიმეორებ და ეს ნამდვილად ასე იყო. აი ახლა სექტემბრის ბოლომდე რვიანს ერთი პოზიცია რომ შეგვენარჩუნებინა, თუნდაც არაფერი რომ არ გაგვეკეთებინა, მხოლოდ ერთ აზრზე მდგარიყავით, ხელისუფლება ვერ მოახერხებდა იმ манипуляციების ჩატარებას, რასაც საარჩევნო კოდექსთან აკეთებს. მაგრამ ვისაუბრობ ბატონო დავით, ვინც ისევ შემოიტანა 6-იანი, რომელიც არის საარჩევნო გარემოს. ახლა ვსაუბრობდი იმაზე, რომ 8 პოლიტიკური სუბიექტის გაერთიანება იყო 8-იანად წოდებული, ამას ჰქონდა აზრი, იმიტომ რომ ამ 8 პოლიტიკურ პარტიას ხელთ ეპყრა ოპოზიციური საკონტროლო პაკეტი. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა და უპატივცემლობისა სხვა პოლიტიკური ოპოზიციური გაერთიანებების მიმართ, ამ 8-იანში იყო თავმოყრილი ის ძალები, რომელთა გარეშეც ხელისუფლება ნაბიჯს ვერ გადავდგამდა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ამიტომ 8-იანს ჰქონდა ეს აზრი და დატვირთვა, თავისთავადი ძალა ჰქონდა. როდესაც ორმა პარტიამ და მერე დანარჩენმა სხვებმაც ბევრმა არა ამ 8-იანიდან გადაწყვიტეს ხელმოწერა იმ ცნობილ დოკუმენტზე, ამის შემდეგ ჩვენ დანარჩენი პარტიები დავსხედეთ და დავიწყეთ იმაზე მსჯელობა. ახლა რა უნდა ვაკეთოთ? და გადავდიეთ ჩემი აზრით სწორი ნაბიჯი.
თქვით ის, რომ დღემდე თუ მხოლოდ საარჩევნო გარემოზე ვსაუბრობდით და ამას აზრი ქონდა, იმიტომ რომ რვიანს ქონდა ეს საკონტროლო პაკეტი, დღეის შემდეგ 6 თუ 7 თუ 9 პოლიტიკური პარტიის მხრიდან ამაზე საუბარი აღარ იქნება ეფექტის მომცემი. ამიტომ აუცილებელია საარსებო გარემოსთან შეხმიანება, ესე იგი ქვეყანაში საჭირო ცვლილებების პაკეტთან შეხმიანება, ამას უკვე ჭირდება გაცილებით მჭიდრო ინტეგრაცია, ვიდრე ეს იყო რვიანის ეპოქაში და ამიტომ გამოცხადდა კოალიცია თავისუფალი არჩევანისთვის და ჩვენ კალათბურთის სასახლეში 6 პოლიტიკურმა პარტიამ ეს განვაცხადეთ ბრძაობა მჭიდრო ინტეგრაციაზე, იმაზე რომ ავიღებდეთ პასუხისმგებლობას ბოლომდე მიგვიყვანა ეს საქმე, საარსებო გარემოს, ანუ პოლიტიკური აქტიურობის მეშვეობით შეგვეძინა ის პოლიტიკური წონა, რომელიც საკმარისი და საჭირო არის იმისთვის, რომ ხელისუფლებას ისევ მიუბრუნდეთ საარჩევნო გარემოზე სასაუბროთ. საუბარი იყო სამოქალაქო მოძრაობაზეც ასევე. სამოქალაქო მოძრაობა, რა თქმა უნდა, ეს კოალიცია. საუბარი იყო პლებისციტის ჩატარებაზე. მილიონი მოქალაქის ფეხზე დაყენებას და ასე შემდეგ. საუბარი იყო გვახსოვს კამპანიის წარმოებაზე. ძალიან ბევრ კონკრეტულ თემაზე იყო საუბარი და მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს თემა პროექტის დონეზე შემდგომ დამუშავდა, მაგრამ მერე მოხდა ის, რომ როგორც გითხარით, დღევანდელი მდგომარეობით ორი პოლიტიკური პარტია კოალიციაზე საუბარს უკვე აღარ თulis საჭირო თუ მიზანშეწონილად და კონკრეტად საუბრობენ 6-იანზე, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის იბრძვის. და კონკრეტად ეს ჩემგან დაუკონკრეტებლად ეს ძალიან ნათელია ჩვენი ტელემაყურებლისთვის, ესაა ეროვნული ფორუმი და თავისუფალი დემოკრატები. ირაკლი ელასანია და ეროვნული ფორუმი კახა შარტავა, გუბა სანიკიძე და ბოლო ხანებში გააქტიურებული ბატონი აკაკი ასათიანი. ეს ვითარება არ შეესაბამება იმ დანაპირებს, რაც ჩვენ მივეცით ქართულ ხალხს ივლისში. დანარჩენი 4 პოლიტიკური პარტია, კონსერვატორები, ხალხის პარტია, საქართველოს გზა, რესპუბლიკელები ამ კონკრეტულ მონაკვეთში ვიყავით და ვრჩებით თანმიმდევრული და მონდომებული ეს პროექტი გამოვიდეს. მე არ ვთვლი, რომ ყველა შანსი გადაწურულია, თუმცა რაც მეც ვისაუბრებთ ამაზე ტელეეთერებში, მით უფრო მცირდება ეს შანსები. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ რესპუბლიკელები და ჩვენი კოლეგები ბევრი არ ვართ იმისთვის მზად, რომ ეს 6-იანი იყოს რაღაც გარკვეული ვირტუალური, ბუტაფორიული მოვლენა ან თავშესაფარი იმსეთი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებსაც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ან გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად ცვლიან და ამითი საქმე წინ ვერ მიდის. ანუ დღეს ასეა, ბატონო დავით? ასე შეაფასებთ 6-იანის მდგომარეობას ბუტაფორიულია? დღევანდელი მდგომარეობით კიდევ მეორე 6-იანის როგორც საარჩევნო გარემოზე მომუშავე პოლიტიკური ძალების ერთობაზე რესპუბლიკელებს არც არასოდეს მიგვიცია თანხმობა. ჩვენ თანხმობა მივეცით და კოლეგების ახლა იმასაც ვიტყვი, რომ ასე ვთქვათ, დაჟინებული და სერიოზული მოწადინების შემდეგ, სწორედ 8 ივლისს ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკური კოალიცია თავისუფალი არჩევანისთვის, თავის სამოქალაქო მოძრაობით, თავის კონკრეტული პროექტებით და იმ დონის ინტეგრაციით, რომელიც ამ პროექტების შესრულებას ჭირდება. ეს არის ძალიან მარტივი ამბავი, ნებისმიერი საქმეში ჩახედული, არა მხოლოდ პოლიტიკურ საქმეში, არამედ ელემენტარულ ბიზნესში თუ ნებისმიერ სხვა საქმეში ჩახედულმა ადამიანმა იცის, რომ მოინდომოთ აი ამ სტუდიის შეცვლა, ამას ჭირდება ადეკვატური პროექტი და იმ პროექტის შემსრულებელი სტრუქტურა. ამიტომ ჩვენ განვაცხადეთ ბრძაობა სრულ ინტეგრაციაზე ამ კოალიციაში. ჩვენ მქონდა მე მხოლოდ რესპუბლიკელებს არ გულისხმობ 6 პარტიამ, როდესაც დავსხედით ამ თემებზე სასაუბროდ, რომ ერთ ოფისში, ერთი ბრენდით, ერთი ლიდერით, გაერთიანებული რესურსით, ადამიანური, ფინანსური, ინტელექტუალური ყველა რესურსით და რაც მთავარია, ერთმანეთთან ისე ჩაკიდებული ხელებით, რომ ერთ ლიდერზე იყო საუბარი, ბატონო დავით? ერთ ლიდერზე არ იყო საუბარი, თუმცა 8 ივლისს ის ერთი თანასწორთა შორის პირველიც გამოიკვეთა. და სხვა შორის გუბა სანიკიძემ, ასე ვთქვათ, მოკიდა ხელი ირაკლი ელასანიას, გახსოვთ ეს კადრები და ვთქვათ, ცეფე სიტყვა მან გადასცა სწორედ ირაკლის. და ეს იყო, რა თქმა უნდა, შეთანხმებული და ეს არ ყოფილა რაიმე ექსპრომტი. ამიტომ, ასეთი ვითარება მე არ მიხარია ამაზე საუბარი, მე რჩივნა დღეს გველაპარაკა ჩვენ იმ პროექტებზე, რომელიც კოალიციას ერთად უნდა ეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ასეა. და აქ ძალიან მარტივადაა საქმე. თუ ლიდერად გამოაცხადე ვინმე, მაშინ უნდა ალიდერო ის ვიღაცა, ვინც გამოაცხადე, ეს ერთი და მეორე, თუ ლიდერობა, ასე ვთქვათ, მიიღე და შეიფერე, მაშინ უნდა ილიდერო, ვინც არ უნდა იყო. აი ეს ორი მომენტი,
როგორც ჩანს, აღმოჩნდა ნაჩქარევი ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. ანუ ამ ორმა მომენტმა შეუშალა ხელი თქვენი გეგმების განხორციელებას და კოალიციის როგორც ასეთის დამკვიდრებას, თუმცა მოდით პირდაპირ საუბარი ბატონო დავით ამ თემაზე გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს რადიო მაესტროს ეთერით. დავით უსუფაშვილია ჩვენი სტუმარი. ბატონო დავით, გავიმეორებ ჩემ შეკითხვას. ორი კომპონენტი დაასახელეთ და თქვით, რომ შესაძლოა ეს იყო ნაჩქარევი. ვინ და რამ შეუშალა ხელი კოალიციის დამკვიდრებას და თქვენი გეგმების შესრულებას? ძალიან პირდაპირ მინდა რომ უპასუხოთ. იცით, მე ყველა კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. მეტიც ძალიან ყველაზე სერიოზული კითხვები ჩემცაც პასუხი გაუცემელია ამ წუთისთვის. მაგრამ პროცესი არ გაძლევთ დასკვნების გამოტანის საშუალებას? იცით, მე შევეცდები თქვა ის, რასაც ხედავ და რაც ვიცი, ვარაუდები და ასე ვთქვათ, ეს ცოტა მომავლის საქმეა და ანალიზის საქმეა. საქმე იმაშია, რომ მე ავსაუბრობ ახლა რამე ვერსიაზე ან მოდელზე, რაშიც პარტნიორები ვერ დავარწმუნე, რომ ესაა სწორი, ასე ხდება ხოლმე, შეიძლება ვერ დავარწმუნო. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ის რაშიც სხვები აქეთ მარწმუნებდნენ, რომ ახლა და სწორედ ასეა საჭირო და მოდი და გავაკეთოთ. მე უცებ იმ მოდელის და იმ პროექტის განხორციელება შეფერხდა. ახლა რამ გამოიწვია ეს ამბები, ალბათ თავად ჯობია რომ სწორედ საჯაროდ ყველამ თქვას, ისევე როგორც ყველა ერთად შევპირდით მოსახლეობას ამ პროექტს და სხვა შორის ეს იყო დღევანდელ საქართველოში ჩემი აზრით დარჩენილი ამ პერიოდისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში შეუძლებელია რამე სხვა უკეთესის მოფიქრება. დღევანდელ ვითარებაში ეს იყო დარჩენილი ერთადერთი სერიოზული ხიფათი ხელისუფლებისთვის. იმიტომ რომ იმ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციის ნაწილს ერთი მეთოდებით და მეორე ნაწილს მეორე მეთოდებით გაუმკლავდა ხელისუფლება, დარჩა ეს 6 პოლიტიკური პარტია და ამ ბაზაზე პერსპექტივის მქონე ძალა, მე რომ ამბობს მხოლოდ 6 შეიძლება და ყოფილიყო და ეს იყო ხელისუფლების ერთ-ერთი თავის ტკივილი. და ეს ყველას ძალიან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული. მაგრამ რა მიზეზით და რატომ საბოლოო ჯამში ამ შემთხვევაში ეროვნულმა ფორუმმა ჩათვალა, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისი საქმის დასაწყებად და იმის ნაცვლად, რომ ის რაც გასაკეთებელია, ასე ვთქვათ, პროექტი გასაშვებია ჟარგონზე რო ვთქვათ, ან საქმიანობა დასაწყებია იმისთვის, რომ ყველას მომხრესაც, მოწინააღმდეგესაც, ყოყმანის პროცესში მყოფ ადამიანებსაც, პოლიტიკოსებს, ამორჩეველს დავანახოთ ძალიან მკაფიოდ, რომ აი ამ გზას გთავაზობთ ჩვენ, ამის დაწყების ნაცვლად დაიწყო რაღაცა კითხვების და ეჭვების გამოთქვა, რომ სწორია თუ არა საერთოდ ეს ამბავი და ნუ მერე რაღაც გარკვეული ინდივიდუალური ინიციატივები. მეორე მხრივ, იგივე ირაკლი ალასანიამ, რომელმაც ეს ტვირთი თითქოს და იტვირთა, იმ 8 ივლისს და თქვა, რომ წავიდეთ ერთად და გავიტანოთ ეს საქმე ბოლომდე. ნუ ბოლო ხანებში, დაახლოებით 3 კვირის წინ გაუჩნდა ის აზრი, რომ არა ჯობია პოლიტიკური პარტიის, ანუ საკუთარი პარტიით გააგრძელოს საქმიანობა და არა იმ კოალიციურ ერთიანი პოლიტიკური ძალის რეჟიმში, რომელზეც თავიდან შევთანხმდით. და რა არგუმენტი აქვთ მათ? მე რაიმე წონად არგუმენტს რო ვისმენდე მათგან, სიამოვნებით მოვისმენდი, ვიფიქრებდი კიდეც და შესაძლოა დავთანხმებულიყავი კიდეც. მაგრამ ასეთ არგუმენტს რომ ვერ ვისმენ, ამიტომ ამბობ, რომ არის ჩემთვის ცოტა გაუგებარი ეს ვითარება. რა სახის კომუნიკაცია გქონდა დავით საერთოდ აი კოალიციის წევრი პარტიებს ლიდერებს დღეს ერთმანეთთან, იმიტომ რომ ხშირად რჩება შთაბეჭდილება ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას, რომ კომუნიკაცია თითქოს აღარ არსებობს. ამ თემაზე, ამ კითხვაზე არ ვარ მე საუკეთესო რესპონდენტი, ანუ საშუალო პასუხს ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ მე ამ წუთამდე არავისთან არ მიჭირს კომუნიკაცია და არც არასოდეს გამჭირვებია და შეხვედრებიც მაქვს და საუბრებიც მაქვს და აქედან ნებისმიერ პარტიაში მივალ და ლიდერს დაველაპარაკები. თუმცა ახლა სხვებს თუ რაღაცა ერთმანეთში აქვთ, ამაზე სხვებმა ისაუბრონ. მე თქვენთან ურთიერთობენ ალიანსის დროს ირაკლი ალასანია გაქვთ მათი და საერთო გეგმების შესახებ. რა თქმა უნდა ურთიერთობენ, მაგრამ როგორც ჩანს ურთიერთობენ სხვებთანაც. ასე ვთქვათ, არ ვიცი, თავის პარტიაში თუ ასე თუ ისე, იმიტომ რომ სწორედ
ურთიერთობების შედეგად და ამ კონსულტაციების შედეგად დაიბადა ის გეგმა და მეც ამ შემთხვევაში რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა თამამად მივიტანე ეს იდეები და პროექტი რესპუბლიკურ პარტიაში 35 კაციანი ეროვნულ კომიტეტში და მე კიდე 55 კაციანი რეგიონულ საბჭოში, სადაც მე დავუსაბუთე ხალხს, რომ აი ეს ამიტომ გამოვა. ეხლა აქ საქმე რაშია? ერთი მხრივ ჩვენ ვისმენთ არგუმენტებს, რომ თითქოს თქვათ ეროვნული ფორუმი ბატონი აკაკი ბოლო ხანებში განსაკუთრებით გააქტიურდა და ბრძანებს, რომ ისინი თითქოს უფრო დიდი ერთობას გვთავაზობენ, ჩვენ უარს ვამბობთ. მე ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე. და თუ ეს გაგრძელდება, რომ თითქოს ჩვენ ვართ უარზე რამე უფრო სერიოზული გაერთიანების. ეს არის ტყუილი. პირიქით ჩვენს ყველა ეტაპზე ამ საუბრების და ყველა დოკუმენტების შექმნისას თუ მოდელებზე საუბრისას სულ იმას საუბრობდით, რომ რა თქმა უნდა ის საქმე, რასაც ვიწყებთ, რაზე პასუხისმგებლობაც ავიღეთ, ეს უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ერთი მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მეორე მხრივ პოლიტიკური ძალების ჩართულობა, ვინც ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტს, რომ ეს არის სწორი გზა. მაგრამ რა თქმა უნდა, ვარ და ვიქნები წინააღმდეგი ვითომ ერთობის, რომელიც ამ ერთწლიანი ძალიან მძიმე და ეკლიანი გზის ერთად გასავლელად კი არ არის მზად. რამე ერთი ხმაურიანი აქციის თუ ღონისძიების ჩასატარებლად და მე იმ ხმაურის ფონზე ვინ საით გაიქცევა და რომელ კუთხეში და რომელ სართულზე, კაცმა არ იცის ხოლმე. ამიტომ ჩვენ შენობის სართულზე ბადნოდავით. ნებისმიერი შენობების, ბევრი გვინახავს მე რას. ამიტომ აქციებიც საჭიროა, პროტესტიც საჭიროა, მაგრამ პირველ რიგში შრომაა საჭირო. და შრომა სჭირდება შრომა და არა მტყელი სიტყვების ლაპარაკი ერთობაზე. მაგალითად ახლა ბოლო ხანებში საერთოდ გაოგნებული ვარ. ნინო ბურჯანაძის სახელით მელაპარაკება სხვაა, რომ აი იმას შესაძლოა მოუნდესო აქ მოსვლაო. თუმცა სახალხო კრებამ უარი თქვა. ესე იგი მანაც ვარ თქვა და ნინო ბურჯანაძეს რაც გინდა ის დასწამოს ვისაც რა უნდა, მაგრამ საკუთარი აზრების გადმოცემას ვერ ახერხებს ეს ქალბატონი, ახლა ამაზე ნუ აიღებს პრეტენზიას. ნინო ბურჯანაძე თუ არჩევნების გზას ეთანხმება ამდენი პერიპეტიების შემდეგ. იტყვის ეს ქალბატონი ამას და მეც მოусვენ სხვებიც და ერთად კი არა და შეიძლება არ ვიცი, კარგი საქმეც გამოგვივიდეს. ასევე ნებისმიერი სხვა. ამიტომ ეს საბაბები, რომ თითქოს ვინმეს უფრო კარგი იდეა აქვს და კარგი მოდელი აქვს ერთობის, ამითი იძულებული ვარ თქვა, იმიტომ რომ ახლა ეს უკვე მეც მეხება და საზოგადოება ბოლო-ბოლო იმსახურებს იმას, რომ რაღაცა ინფორმაცია გქონდეს. თუ არ თქვი, მაშინ გამოდის, რომ ეს ასეა. ასე არ არის. დიდ გაერთიანებაზე საუბარი, ეს არის მხოლოდ საბაბი იმისა, რომ ეს პატარა გაერთიანება, რომელზეც დასტური იყო, ნათქვამი და ხელი იყო ჩამორთმეული, ეს არ შედგეს. აი ეს არის ამბავი. ანუ მოდი დავკონკრეტებოთ ფორუმის ინტერესში რომ დაიშალოს კოალიცია და ფორუმის ინტერესში რა არის? მე ცოტა მიჭირს ახლა გავერკვე, იმიტომ რომ ფორუმის პოზიციები საკმაოდ დიდ გამოცდილებას და მათთან ურთიერთობის მრავალ წელს მოითხოვს იმისთვის, რომ ბოლო-ბოლო ჩაწვდე და გაერკვე რაშია ეს პოზიციები. ამ წუთში რა არის ეს პოზიცია მე არ ვიცი, იმიტომ რომ ერთი მხრივ მოდი ყველა ერთად გავერთიანდეთ ამ პროექტს ვემსახურებით ამის საუბარი და მეორე მხრივ იმ დღის და ადგილის დათქმა, რომ ვინც აქ არ მოვა ის ქართველობა ვაჟკაცობაში და რაღაცა შეიძლება პრობლემა ქონდეს და თან ამაყად გაცხადება, რომ დიახ ჩვენ ეს მარტო ვთქვით. ნუ ასეთ ამბებს მაშინ არ ვაკეთებთ, როცა დიდი დამე კონსოლიდაცია გჭირდება ხოლმე. მაგრამ ეს გადასარევი ხალხია, ინდივიდუალურად ძალიან დამსახურებული და გამოცდილი ადამიანები, მაგრამ ნუ დაბნევა და რაღაც პოლიტიკურ ვითარებაში ხანდახან ვერ გარკვევა, ყველას ახასიათებს, ზოგჯერ მე, ზოგჯერ სხვას. ირაკლი ელასანიას რაც შეეხება, აქ კიდევ ვიმეორებ, აქ ცოტა განსხვავებული ვითარებები გვაქვს. მე ამას ახლა იძულებული ვარ ვისაუბრო, იმიტომ რომ გასული კვირის განმავლობაში პრესიდან, ტელევიზიიდან უამრავი ვერსია მოვისმინე. კიდევ ვიმეორებ, კონკრეტულად მას და მის გუნდს, პოლიტიკურ გუნდს ამ პროცესში ყველა დანარჩენმა სუბიექტმა ამ საქმის მე მგონი რომ შევუქმენით და მივეცით იმის განცდა, რომ მათ ქონოდათ, ასე ვთქვათ, საკმარისი და საჭირო კომფორტი იმ საქმის ერთად საკეთებლად, რომელზეც საუბრობდით. მაგრამ ივლისში და აგვისტოში
რატომ იყო ის იმ აზრზე რომ დიახ ჩვენ ერთად და აი ამ დონის ინტეგრაციით იქ ოფისებზე იყო საუბარი და შტაბის ხელმძღვანელზე ვინ იყო და მოადგილე და ამ შემდეგ. და მე რა ზუია ძიძიგურმაც ისაუბრა რამდენიმე დღის წინ. საერთო ოფისი, საერთო ფინანსები. კი, იმიტომ რომ ამ საქმეს ეს ჭირდება. სხვანაირად ეს ვერ გამოვა. ჩვენ ხო ახლა საუბრობთ შიდა ოპოზიციურ ამბებზე, მაგრამ ხომ არ უნდა დაგვავიწყდეს ძირითადი პრობლემა რა არის. და იმ ძირითად პრობლემასთან გასამკლავებლად ეს არის საჭირო. ჩვენ მქონდა ძალიან კონკრეტული სქემა, თქვენ ლიდერზე იკითხეთ, აქ არავითარ შემთხვევაში არ იყო საუბარი იმაზე, რომ ვინმე იქნებოდა რაღაცა 1 კილომეტრი წინ და დანარჩენები უკან. მეტიც, ეხლა ძალიან დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ მქონდა რამოდენიმე ადამიანისგან შემდგარი კოლექტიური ლიდერი, ასე ვთქვათ, რომელიც ამ საქმეს ჭირდება, რომ ის რაც ალასანიას აქვს და შეიძლება უბასარა არ და პირიქით. რჩება და ძალიან მინდა კიდევ ორი შეკითხვა დაგისვათ. პირველი, თქვენ როგორ შეაფასებთ დღის მდგომარეობით 6-იან შედგა თუ არ შედგა? მე ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე იმ ორმა პარტნიორმა, რომელზეც ვსაუბრობ, მათმე პირდაპირ მითხრეს, რომ დიახ, კოალიცია თავისუფალი არჩევანისთვის ჩავთვალოთ, რომ აღარ არსებობს. და არსებობს 6 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება საარჩევნო გარემოსთან შესაქმიანებლად. ამასობაში მეც და არა მხოლოდ მე, კიდევ მეორე საქართველოს გზა ხალხის პარტია, კონსერვატორები, ჩვენ ძალიან მარტივად ვამბობთ, რომ მხოლოდ საარჩევნო თემატიკაზე ახლა საუბრით, ვერც საქართველოში მოვიპოვებთ ყურადღებას და მხარდაჭერას, ვერც უცხოეთში, ვერც მოქალაქეებში, ვერც სამოქალაქო საზოგადოებაში. ამიტომ, არა, ჩიხი არ არის. აქ არის ვითარება, რომლიდანაც ყველამ თავისი, ასე ვთქვათ, მომავალი გეზი უნდა დასახოს. ჩვენ რესპუბლიკურ პარტიას 5 ნოემბერს გვაქვს მორიგი ყრილობა. საკმაოდ საინტერესო ყრილობა გვექნება. ამ ფონზე შეიძლება თქვა ვინმე რომ შიდა პარტიული ამბები რაში გვაინტერესებს, მაგრამ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ ყველა პარტიის წევრს ვაძლევთ დელეგატობის საშუალებას 15 ოქტომბრამდე ვინც სურვილს გამოთქვამს, ანუ წინასწარი რეგისტრაციით, საარჩევნო ამბავს შევექმნიანოთ. ფარული კენჭისყრა გვექნება, კანდიდატები წინასწარ სახელდება 35 კაციან ეროვნულ კომიტეტში, ელექტრონული ხმის მიცემა გვექნება არჩევნო ყრილობაზე. სამართლიანი არჩევნებს მივმართებთ თხოვნით და მათი ხალხი იქნება დამკვირვებლება და ასე შემდეგ. მოდელირებას ეს არის დემოკრატია და არა ის რომ ერთი მოსიარულე ყრილობებს ვეძახი ხოლმე ხანდახან ჩემს კოლეგებს ხუმრობით, მაგრამ ხუმრობაში ისიცაა. ანუ ერთი კაცი ხან ასე ლაპარაკობს, ხან ისე ლაპარაკობს. მე ამას ვერ გავაკეთებ, არ გავაკეთებ და ეს არის სწორი. ვის ეძახით კონკრეტულად? აი, გადასარევი ხალხია. გაცილებით კარგი, ვიდრე ხანდახან ჩანვართ ხოლმე, მეც და სხვაებიც, მაგრამ ხდება ასეთი ამბებიც. მე ამას რატო ვამბობ? იმ ყრილობაზე რესპუბლიკური პარტია უნდა მივიდეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, ყრილობიდან უნდა გააგრძელოს კონკრეტული გზა. აგერ კიდევ აცხადებ, ჩვენ ერთგული ვართ იმისი, რაც ვთქვით, რასაც შევპირდით ხალხსაც და ჯერ პირველ რიგში ერთმანეთს ამ პოლიტიკურ კოალიციაში. და მზად ვართ კოალიციურ პროექტში თავდაუზაგავი შრომისათვის. მაგრამ თუ ეს არ სურს პოლიტიკური ძალების ერთ ნაწილს, რა თქმა უნდა, ამას არ და ვერ შეეწირება ყველაფერი. ჩვენ არ ვართ თანახმა, რომ ვიყოთ, ასე ვთქვათ, რაღაცა ჟარგონია, მაგრამ კამუფლაჟი, რომ ვითომ არის ეს, რომ მე ვიღაცას გამოადგეს ეს სალაპარაკოთ, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ვთქვათ, რაღაცა ითქვა და არ კეთდება, ცუდია. მაგრამ ახლა უკაცრავად და ჩემს ხარჯზე ვერ იქნება ეგ ამბავი. თუ ეს ასეა, მაშინ რესპუბლიკური პარტია ადგება სხვა გზას. ეს არის რესპუბლიკური ლიბერალური პოლიტიკური პლატფორმით გამოსვლა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამუდამოდ თუ არს ვამბობთ რაიმე ტიპის კავშირებზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ წინა საარჩევნო ვითარება რას მოიტანს, მაშინ ამაზე იქნება დამოკიდებული. ძალიან დიდი მადლობა. ინტეგრაცია, კიდევ მეორე, ერთსაც ვიტყვით, შეიძლება ბევრი სპეკულირება ამ თემაზე, საარჩევნო ბლოკის შექმნა უნდათ ეხლა და ვიღაცას ეს უნდა და ვიღაც არ უნდა და. ეხლა ამდენი ჩვენს გვესმის, რომ საარჩევნო ბლოკები იქნება არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე. რა თქმა უნდა, ბლოკის შექმნაზე არ იყო აქ საუბარი. მეორე, კვოტებზე ვერ შეთანხმდეთ. ეს არის არასწორი და ტყუილი. 6-იანის ფორმატში, 5-იანის ფორმატში არანაირი მსჯელობა კვოტებზე არ შემდგარა ვინსად, ვინ წინ და ვინ უკან. მაგრამ ერთ რამეზე კი ნამდვილად იყო საუბარი და მე და ის 4 პოლიტიკური ძალა ვართ ამ პოზიციაზე, რომ სწორედ საარჩევნო ბლოკის დარი და ხარისხი, ინტეგრაცია და ერთიანობაა საჭირო იმისთვის, რომ იმ ამოცანას გავუმკლავდეთ, რაზეცაა საუბარი. ეს იყო ყველაზე სწორი პროექტი, თუ ამ ყველაზე სწორ პროექტს არ გაიზიარებენ მეგობრები, გადავალთ შემდეგ სწორ პროექტზე. დიდი მადლობა. მადლობა. დავით უსუფაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალაც საათზე ისევ შევხვდებით დროებით.